მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ქართული ტივის მაყურებელს, მივესალმები ლიტერატურული საქართველოს მაყურებელს. ლიტერატურული საქართველო ეს არის გადაცემა, ჩვენ ჯერ ლოგო არ აქვს დამზადებული, შემდეგ ჩვენ სპეციალურ კურსს და ყველაფერს გავაკეთებთ და ოფიციალურად წავდგებით ჩვენი მაყურებლის წინაშე. ეს იქნება ლიტერატურული გადაცემა, ლიტერატურული საქართველოს გადაცემა და ეს იქნება არა ზოგადად გაზეთის, რომელიც ახლა მე ხელში მიკავია, რომელიც გუშინ წინ გამოვიდა, არამედ ლიტერატურული საქართველოსი. ანუ საქართველოსი, ანუ როგორც ლიტერატურული ქვეყნისა და იქ მაწყობელი ადამიანებისა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმარს, არაჩვეულებრივ ადამიანს, უკვე საქვეყნოდ ცნობილ პრემიასა და ფესტივალ ხუჯის დამფუძნებელს და მის თავმჯდომარეს, ასევე არაჩვეულებრივ პოეტს ბატონ ილია ერქვანიას. მოგესალმებით ბატონო ილია, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ და ვიდრე მე უშუალოდ ლიტერატურის საქართველოს მიმოხილვაზე გადავალ, მინდა რომ წყარობით ვაუწყო ქართულ საზოგადოებას ჩვენი ძვირფასი მეგობრის ბატონო ილია არაჩვეულებრივი მწერალის, თარგმნელის, პოეტის, საბავშვო პოეტის ბატონი ნომადი ბართაიას გარდაცვალების შესახებ. ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია ეს ადამიანი არა როგორც მარტო მწერალი, არამედ როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი, რაც სამწუხაროდ ძალიან დეფიციტს განიცდის დღევანდელი საზოგადოება ასეთი ადამიანებისა, რომლებიც გულით სიტყვას და სიყვარულს დაატარებენ. ჩვენ რა თქმა უნდა დღეს ბევრს ვისაუბრებთ ბატონ ნომად ბართაიაზე და ახლა მე ჩვენს მაყურებელს მინდა ლიტერატურული საქართველო, რომელიც არ ვრცელდება რეგიონებში, მის შესახებ გადავწყვიტეთ, რომ პატარა მიმოხილვა გაგვეკეთებინა. თქვენ იცით, რომ ლიტერატურული საქართველოს გამოსვლა დაიწყო ორშაბათობით, ყველას გახსოვთ, ვინც ამ გაზეთის მკითხველი არის და ამ ეს გაზეთი უყვარდა ლამის მთელ საქართველოს, გამოდიოდა პარასკევი და რუდუნებით უწევდა მოსახლეობა პარასკევ დღეს. მარკეტინგული თვალსაზრისით გადავწყვეტეთ, რომ გამოსულიყო ორშაბათობით და 8 თვეზე მეტი არაც ორშაბათობით გამოდის ეს გაზეთი. სამწუხაროდ ვერ მივახციეთ მის გავრცელებას რეგიონებში ბოლომდე და ხშირად გვერეკავენ და გვეუბნებიან, სად შეიძინონ, როგორ შეიძინონ. სამწუხაროდ ჩვენ გამომწერებსაც კი უარს ვეუბნებით გამოწერაზე, იმიტომ რომ გამოწერის შემთხვევაშიც აი როგორ ხდება ბატონორია, ადამიანი გამოიწეს გაზეთს, მაგრამ ვერ უნდა გაზეთი შეიძინოს, იყიდოს, გამოიწეროს. მაგრამ ვერ მიგვაქვს ადრესატამდე, იმიტომ რომ ეხლა ასმაკაც ვარო გამოიწეროს, ვთქვათ, ვანის რაიონიდან იმ 10 გაზეთის ჩატანა იმდენი დაჯდება, რომ აბსოლუტურად უკუგებაში იქნება. მაგრამ ალბათ გამოსწორდება ამ ხრივ, ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ პატარა მიმოხილვა გავეკეთებინა ლიტერატურის საქართველოსი, სადაც თქვენ დაიბეჭდეთ ბატონო ილია, თქვენ გქონდათ თქვენზეც ვისაუბრებთ. გზადაგზა აი ჩვენ სულ რაღაც აი 2-3 დღის წინ კვირას დავითობა იზეიმა საქართველოს. არა ესეთი პომპეზურობით, როგორიცაც უნდა ზეიმობდეს ქვეყანა, იმიტომ რომ დავითი ყავს საქართველოს, დავით მეოთხე ერთ-ერთი უძლიერესი და უდიდესი მეფე არის, არა მარტო საქართველოს, არამედ იმ ეპოქაში, რომელდროსაც ის მოვაწეობდა და მისი ხსენების დღე გელათში აღინიშნა ძალიან მცირე მასშტაბით, მაგრამ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ აი მიგვეძღვნა მისთვის აი ეს მთელი გვერდი დავაგეთმო პირველი და ბოლო გვერდები მისი გალობანის სინანულისადმი უმრავლესობას დავით აღმაშენებლის გალობანის სინანულისანი გონია ანა კალანდაძეს ლექსი და უფრო იმით იცნობს ვიდრე თავად აი ამ ნაწარმოებით, რომელიც არაჩვეულებრივი ნაწარმოები არის და ვინც აი ამას კარგად წაიკითხავს, მიხვდება, რომ შოთა რუსთაველი არ იყო შემთხვევით მოსული და შემთხვევით არ დაეწერა იმ ეპოქაში ვეფხისტყაოსანი. ასე რომ პირველი გვერდი და ბოლო გვერდი, მე-16 გვერდი გალობანის სინანულისანის ეთმობა, მეორე გვერდი ტრადიციულად ეთმობა ბატონ არსენ გვენეტაძეს მის შემოქმედებას, რომელზეც კახა ჭაბაშვილი წეს არაჩვეულებრივად
მე ბატონ არსეს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ის ერთადერთი კაცია რომელიც ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს და გვერდში გვიდგას შემდეგი მესამე პოეზიის გვერდი არის ქალბატონ მაია მიქაიას ეთმობა ეს გვერდი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პოეტი არის ქალბატონი მაია არაჩვეულებრივი რედაქტორი არაჩვეულებრივი ადამიანი მეოთხე გვერდი ბატონ გიორგი გოგოლაშვილს იცნობს ქართული საზოგადოება და ლიტერატურული წრეები თქვენ გახდით ახლა ბატონ გიორგისთან ერთად თელავში დიდი ქართველი მეცნიერის დაკრძალვაზე ბატონ გიორგისთან ერთად და ეს პირველი მეოთხე მეხუთე გვერდები ეთმობა ბატონ გიორგის წერილი სენადა მწერალი ილუზიური დიალექტი და დიალექტური შრეების შესახებ სერიიდან ენა მწერალი და დაინტერესებს აუცილებლად ლიტერატურის მოყვარულებს აი მეოთხე გვერდზე მეექვსე გვერდზე გვაქვს ქალბატონი მაკა ჯოხაძეს და ჩვენ ძვირფასი რგუჯა მარღიას მოგონებები უბრალოდ გახსენება იმიტომ რომ სულ ახლა არის გადაცვლილი ასევე ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი პოეტი ჩვენი ვაჟა ხორნაული არაჩვეულებრივი ადამიანი აი ესე ჩუმად მიდიან დიდი ადამიანები ბატონო ილია უხმაუროთ როგორც სიცხოვრეს და აი ლამაზ მოგონებებს ეთმობა მეოთხე გვერდი შემდეგ ყველასთვის საყვარელი და მე ვერ ვიტყოდი რომ ვახტანგ გლონტი როდის მე იდგა ჩრდილში პირიქით ეს სულ აქტიური ადამიანი არის როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი როგორც მწერალი როგორც პოეტი თავისი ხმაურიანი ნაკვესები თავისი წამოკრულები აქვს მას არაჩვეულებრივი ციკლი და მეშვიდე გვერდი თლიან ეთმობა ბატონ ვახტანგ გლონტს მეორე გვერდი დათმობილი აქვს ქალბატონ ზოია ცხადაიას წერილს იეთიმ გურჯთან დაკავშირებით იეთიმ გურჯი ისიც ქართველმა მოკეთო ბევრს გაუგია იეთიმ გურჯის სახელი და გვარი აბსოლუტურად ალბათ ყველას გაუგია მაგრამ შეიძლება ბევრმა მარიცეს ვინ იყო იეთიმ გურჯი იეთიმ გურჯის წლისთავი 150 წლისთავი შესრულდა გასულ წელს და ამის შესახებ წელს ქალბატონი ზოია ცხადაია და ძალიან კარგი იქნება და ბევრი ინფორმაციას მიიღებს კითხველი თუ წაიკითხავს და შეიძენს ამ გაზეთს მესრე გვერდი ასევე არაჩვეულებრივი ახალგაზრდა პოეტს ბატონ როინ აბუსელიძეს ეთმობა თქვენ გახსოვთ ბატონო ილია ბათუმელი პოეტები როგორი ხმაური შემოვიდნენ ქართულ ლიტერატურაში სამეულნი იყვნენ როინ აბუსელიძე გენრი დოლიძე გიორგი გაბაიძე მე მათ შეუერთდა და ეხლა ბათუმში ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი ლიტერატორები და ძალიან ბევრი და დღევანდელი ლიტერატურული ეს გამოშვება მეცხრე გვერდი ეთმობა როი აბუსელიძეს პოეზიას ჩვენ საქართველოს ყავს არაჩვეულებრივი მწერალი სოლომონ ერგაძე აი მე ურჩევდი ქართველ მაყურებელს გაეცნოს ეს ადამიანი და წაიკითხოს მისი ნაწარმოებები სრულიად ახლებული ხედვა სრულიად ახლებული აზროვნება და არაჩვეულებრივი ქართული აი ლამაზად რო წერს ადამიანი ლამაზი ქართულით რომ წერს აი ასეთ მოთხრობას წაიკითხავთ ქალბატონი ჟუჟინა შაინძეს აქვს დათმობილი მე-11 გვერდი მინდა მოსახლეობას უთხრა ქალბატონი ჟუჟინა შაინძე არის ავტორი ერთო პოპულარული სიმღერისა რომელსაც ბესო კალანდაძე ასრულებდა 75-ში ეს იყო სიმღერა ოესპირალა ტირიფები და აი ამ ლექსის ავტორი საზოგადოებრივ ალბათ არციცის არის ქალბატონი ჟუჟინა შაინძე ქალბატონი ჟუჟინა საჭარედან გახლავთ ბათუმელი არის და მის ლექსებს ეთმობა ეს გვერდიც რა თქმა უნდა არის თარგმანიც როზენ ოილანდის თარგმანი აქვს ბატონ ნოდარ ბასილაძეს გაკეთებული აქვს ნათარგმნი მისი არაჩვეულებრივი ნაწარმოები და კიდევ მე-13 გვერდზე ნახავს ქალებზე არ ამბობენ ასაკს მაგრამ ესეთი ლამაზი ქალბატონია ამ ასაკში 90 წლის გახდა ქალბატონი თინა ჭელიძე აი ფართო საზოგადოება მარიცის მაგრამ ჩვენ ესეთი მარგალიტები გვაქვს გაბნეული რეგიონებში რომ აი შეიძლება ითქვას პოეზიისთვის დანაკლისი იქნებოდა
რომ ჩვენ ესენი არ შემოგვიყანა და არ გაგვეცნო საზოგადოებისთვის და ძალიან ისიამოვნებს მკითხველი თინა ჭელიძის პოეზიით თუ წაიკითხავს. 14 გვერდი ეთმობა კობა ცხაკაიას. ეს არის პირისპირ წარსულთან. ეს არის ერთგვარი რეცენზია ალექსანდრე ქუთათელის რომანზე შურისძიებისა და თვითგარდაჩენის ზღვარის შესახებ და ძალიან საინტერესო წერილი არის. აი აგერ ბატონო ილია თქვენი მართლაც არაჩვეულებრივი ლიტერატურული ფესტივალი ქუჯის კოპუს შესახებ არის გამოცხადება ამ გაზეთში. ამ მართლაც მოიპოვა ამ ფესტივალმა ძალიან დიდი აი ამ ახლო ხანში ყოჩახ თქვენ და მე მინდა რომ აი მართლაც ტაში დაგიკრათ ძალიან დიდი შრომა გაწიეთ რომ აი ესე უცბად თქვენ დაემკვიდრეთ და თითქმის ახლა ყველა მიცის ლიტერატურული ქუჯის შესახებ გააცოცხლეთ ქუჯი როგორც პიროვნება როგორც ერთ-ერთი უმთავრესი და დიდი მთავარი საქართველოს იმ დროისთვის ფაქტიურად მან დაუთმო თავისი მეფობა ფარნავას და დიდი საქმე გასწია, ასეც უნდა გაეკეთებინა ალბათ და ამაში სწორედ თავარი მე მგონი ალბათ ის იყო რომ ესე იგი ერთი ენა ყოფილიყო სახელმწიფო ენა. ხო, რამხელა რამეს ნიშნავს ეს რომ ყოფილიყოს ერთი ქართული ენა და რამხელა ბრძენი კაცი იყო ეს ადამიანი, ბრძენი მართველი იყო, გოლიათი კაცი, გოლიათი აღნაგობის ფიზიკურად უძლიერესი ადამიანი და პიროვნულად ძალიან ბრძენი და შეიძლება ითქვას რომ როცა ვამბობ ჩვენ რომ მეფე ფარნავაზის დროიდან მოდის პირველი ქართული დამწერლობა და ეს ყველაფერი იქიდან იწყება, რა თქმა უნდა ამაში ძალიან დიდი როლი აქვს ქუჯის და მეორე ორი თვას ქუჯიზეც გვექვით რა თქმა უნდა. აქ არის საინტერესო პატარა ანონსი კაბატონი მაია კახიძის არაჩვეულებრივ საღამოზე რომელიც ჩატარდა თავისუფალ თეატრში მაია კახიძეს ისმის საზოგადოება მსახიობი შოუმენი წერალი არაჩვეულებრივი რომელიც უკვე დაიწყო სპორტის შესახებ წერა დაიწყო არაჩვეულებრივი მოთხრობები ლექსები და არის ესეთი ძალიან მესიქს ქვია ესეთი ჩემი ტიფლიტანა რაღაც და ესე იგი ტიფლიტანა საიდან აქვს აღებული ქალბატონ მაიას თურმე თბილის აი დაარსების დროს როცა სახელზე იყო ლაპარაკი და შემდეგ სხვადასხვა რამოდენიმე სახელი ერქვა აი თუ სპარსეთში ეძახდნენ სხვა სახელს არაბეთში ეგვიპტეში სხვადასხვა სახელებს და ერთ-ერთი ესეთი ფართოდ გავრცელებული ჩვენ ვიცით ტიფლისი და თბილისი და ერთ-ერთი გავრცელებული საკმაოდ გავრცელებული ყოფილა ტიფლიტანა და ჩვენთვის ახალსად ტანთან ასოცირდება და თბილტანთან ეს ტიფლიტანა და არაჩვეულებრივი წიგნი არის გაეცნობა იმედია ქართველი მკითხველი და გამოიცა კიდევ დამოუკიდებელი ლიტერატურული არმანახი ამერ იმერი ეს არის ძალიან დიდი ფართო და მრავალგვერდიანი ესე ვთქვათ არმანახი რომელსაც ხელმძღვანელობს ჩვენ ძვირფასი მწერალი ბატონი ვაჟა ჩორდელი და მკითხველი გაეცნობა ძალიან ამას ნაწარმოებებს აქ არის კიდევ ბოლო გვერდზე როგორც გითხარით არის გალობანის სინანულისანი დასასული მისი და ასევე ანონსი 8 თებერვალს მეცნიერთა კონგრესში ჩატარებულ დავითობაზე რომელიც გელათში გაიმართა სამწუხაროდ მიუხედავად წვიმისა მიუხედავად ცუდი ამინდისა ხალხი მაინც მიდიოდა პატივცემდა მიაგებდა დიდ მეფეს დიდ პოეტს თუმცა რო თქვა რომ მაინდა-მაინც ხა ოფიციალური პირების ნაკლებობა როგორც ყოველთვის ნადაც იგრძნობოდა და პატარა ანონსი არის ბოლოს თენგოობა ყაზბეგში ჩემი და ჩვენი ძვირფასი მეგობრის თენგო აფსაჯანიშვილის რომელიც უკვე მეორე წელია ყაზბეგობა მის გარეშე ხდება ყაზბეგობას ხევი ეს არაჩვეულებრივი პოეტი არაჩვეულებრივი პიროვნება რომელიც უდროოდ წავიდა აი რამდენი წასულებზე ვსაუბრობ ჩვენ ბატონო ილია და მადლობა მინდა კიდევ ერთხელ ყაზბეგის მუნიციპალიტეტს გადავუხადო რომ ასე ლამაზად აღნიშნა თენგოს ხსოვნის საღამო. აი ესე ჩვენ მოკლედ მივხვდით ლიტერატურის საქართველოს ბოლო ნომერი და სამწუხაროდ
მოგვიწია ბევრი ადამიანის უდრო წასulis და სულ ამ ახლო ხანში იმდენი ბატონი ზაურ კალანდია ჯერ კიდევ წელი არ არის გასული და ბევრი ძვირფასი ადამიანი, მაგრამ ხვალ უკანასკნელ გზაზე გააცილებს ჩვენი ქვეყანა საქართველოს მართლაც არაჩვეულებრივ პიროვნებას და ადამიანს, აი თქვენ აქვთ აგერმე ჩვენს რედაქციაში ქალბატონმა მაია დიაკონიძემ მოიტანა ეს მინდა მაყურებელმა ნახოს ეს არის 1991 წელს გამოცემული ბატონი ნომად ბართაიას საბავშვო წიგნი მეც გამიშვით სკოლაში და გამოცემა მერანის მიერ არის ეს გამოცემული ახეთ როგორი ლამაზი გამოცემა არის, თბილი გამოცემა არის ალბათ ძველი თაობის ადამიანებს ახსოვთ ეს წიგნი და მე ჩვენ ნენელა კიდევ ჩავღმავდებით ამ წიგნს ეხლა კი ზოგადად მინდა ვისაუბროთ ბატონ ნომადზე ამ არაჩვეულებრივ ადამიანზე მე ვიცი თქვენ როგორ უყვარდით მე ვიცი თქვენ როგორ გიყვარდათ თქვენ ახლობლები იყავით მეგობრები იყავით მისი მეუღლე თქვენი ახლობელი არის თქვენ ერთი რეგიონიდან ერთი სოფლიდან ხართ და რა სიტყოდით ნომადზე აი თქვენს ნომადზე რა სიტყოდით ბატონო ილია მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო მე ჩემთვის დიდი პატივია ახლა იმის ვილაპარაკო ნომადის თაობაზე ახლა მე და ჯუბას არ ვაქვს ისეთი განწყობა მაგრამ თავია რომ ინდიხლა გზა გამბო ბატონი ნომადი ბართაია რომელიცაც ყველა ქართველი ამაყენდა და ჩვენს ვამაყობთ რომ ნომადი ბართაია ყავდა და არა მარტო ქალაქს მთელ ქვეყანას დაეთყობა უკვე ნომადის ასეთი სიტუაცია ასეთი მდგომარეობა რომელიც ეუცვა დაგვაწყვეტა ნომადის გარდაცვალება ჩვენთვის ნახის გავლენას მიუხედავად იმისა რომ ამყოფა მე სანამ ნომადიზე ვიტყოდი ჯუბა მე მინდა თქვა რომ ეს ის საიდან მოდის ნომადი როგორია ოჯახის შვილი იყო განსაკუთრებით მამამისს ზეგილა ეს საინტერესოა ბატონო იმიტომ რომ ჩვენ ხშირად პოეტებს ვიცნობთ შემოქმედ ადამიანებს ვიცნობთ მაგრამ ძალიან გვაინტერესებს ხოლმე მათი ბიოგრაფია საიდან როგორ მოდიან და ხშირად ისე გვაინტერესებს ხოლმე მათ ნაწერებზე იმიტომ რომ ადამიანის ბუნება შინაგანი სამყარო ოჯახებში ის გავცობადი არის და საინტერესოა რა თქმა უნდა ესე იგი ნომადი ისეთი ოჯახიდან მოდის სადაც აიყო უბრალოება უწესრიგება რაღაც წესრიგებს ასწავლი კაცი იყო მამამისიც ევგენი ბართაია როცა დაამთავრა ინსტიტუტი გაანაწილეს სკოლაში ჩვენ დიდი ჭკონი არის ჩვენი სოფელი და მეორე ნამიკოლა იმ სკოლაში მასწავლებლად ნომადის მამა ბატონი ევგენი ხოდა ეს ერთი წელი თუ ორი წელი იყო მისი სოფელი იყო შორს რაიონის მეორე მხარეზე და აქ რო იყო ცხოვრობდა ოთახი ჰქონდა დაქერაებული პატიოსანი ხალხი იყო ივანე და მისაკო ახალეების ოჯახი ხოდა შეიძლება საბუდა და კარგი ურდი მამად ბევრი შვილები ყავდათ ძალიან ბევრი შვილები ყავდათ და ესეც იყო ერთი ორი წელი და მე გაიერა კარლა და ძალიან მალე იქცა რაიკომის პირველი მდივანიც იყო ჩვენთან ხო ეხლა მე მინდა ვთქვა რომ გავაგრძელო მე ესე იგი რომ პირველი მდივანი იყო და სჭირდებოდა ეთყობა იმ დროს ცეკავშირის სამჯდომარედ პიროვნება პატიოსანი კაცი რო იქნებოდა და ევგენი ბართაიას შესთავაზეს ეს ადგილი ანუ უკვე მოქმედ რაიკონის მდივანი პირველი მდივანი იყო და გადაყავთ ახლა ცეკავშირის სამჯდომარედ დეგ უფრო მაღალი იყო ეს მთელი საქართველოს მასშტაბით საქართველოს მასშტაბზეა ლაპარაკი ცეკავშირი ესე იგი სადაც ვაჭრობა და სადაც ფული ტრიალებს და სადაც დელავიკები და ალბათ რა ვიცი იმ დროს როგორ იყო და თურმე ამაზე გაბრაზდა ევგენი ეს როგორ მაკადრეთ აწენაურებენ ხო ამ ხელაებს საქმეს ამ ხელაებას ავენ მაგრამ მე რა მინდა ვაჭრობა სადაც ფული ტრიალებს და სადაც მახინაციები არის სადაც არის რომ და ეს ძალიან ეწყინა თურმე ხო და მე შესთავაზეს საქართველოს ბუნება ასეთი ჟურნალი გამოდიოდა ეს ჟურნალი იყო ესე იგი არაჩვეულებრივი ჟურნალი სხვათა შორის ხო ესე იგი ხო და აი მუშაობდა რედაქტორად ერთხელ ახლა ეს მისაკო ახალაია და ეს მე რატო ვახსენე რომ ერთხელ პატარა ბავშვი ვარ და ეს ჟურნალი მიყვარდა ძალიან ხო და საქართველოს ბუნება და ნუ ახლა ეს ძალიან კარგად შეგდებოდა ეს ყველაფერი საინტერესო ჟურნალი იყო იმიტომ რომ ძალიან არც პოლიტიკასთან არც იმასთან დაკავშირებული გავხედა პირველ გვერდზე თავიდან ბოლომდე ერთი ხანდა ეს მისაკო იყო 90 წელს გადაცილებული ქალბატონი ხო და ეს იყო შვილების სტროლი თავი ეს ევგენი და
პირველ გვერდზე არის მისაკო ერთი ხუთი თავშალი ვაკუხებდა დანაოჭებული სახე და რაღაც აი დედა რომელსაც აი რაღაც ისეთი თვალები მეტყველის საოცრად ნაოჭები ესეთი მისაკო მეთქი და მე ჩემთვის აღმოჩნდა მე დედაჩემს ვაჩვენე მამაჩემს ვაჩვენე ვაიმე მისაკო ისე პირველ გვერდზე არ დაუვიწყა იმას ის სიკეთე და ხებოთ ხონდა ის და მეწერილი რომ ამ ხელებით 9 ვაშკაცი გამიზრდია შვილო აი ესე ეწერა ამ პირველ გვერდზე ნუ არ ეწერა სახელდაგვარი ვინც იყო მაგრამ ეს სინამდვილეში მართლაც ესე იგი მადლიანი კაცი იყო ბატონი ევგენი ხო რა შეიძლება ხა ამიტომაც ნომადიც ნუ გადმოყვა ეს მადლია ეს უფრო პატიოსანი უფრო თავდაბალი უფრო ზნეკეთილი ადამიანი ბატონი ნომადე ნახეთ აი მისი საბავშვო ლექსი როგორი ლამაზად მიდის რა კარგი დილა გათენდა რა საამური დარია ლამაზი გოგო ბიჭები სკოლისკენ მიჩქარიან წიგნებით სავსე ჩანთებით მშობლების გამხარებლები მშობლების გულის ვარდები მიდიან ერთი პირობით რომას ახელონ სამშობლო სწავლით შრომით და გმირობით რა კარგი დილა გათენდა რა საამური დარია ლამაზი გოგო ბიჭები სკოლისკენ მიჩქარიან სკოლებში უნდა იყოს და თუ სკოლაში რა კლასგარეში საკითხავად მაინც უნდა იყოს ბავშვებისთვის ეს და შემდეგ ნომადი საიდან როგორ ეხლა არ ვიცი რატო იყო პოპულარული საქართველოში აღმოსავლეთ მცოდნეობა იმიტომ რომ ჩვენთან ეს ქვეყნები ახლოს არიან თუ რაღაც შინაგანად გვაქვს მიდრეკილება ამისკენ თუ როგორც იმიტომ რომ საქართველოს ყავს ძალიან ბევრი ირანისტი აღმოსავლეთ მცოდნე ძალიან ძლიერი და ბევრი ისეთი რომლებიც ტოლს არ დაუდებენ იქაურ ადგილობრივ ლიტერატურებს გნებავდა პროფესორებს მაპატირო გაწყვეტინებ ესე იგი ხანდისხან ვახუმრებოდით ნომადის ნუ ახლა ღმერთმა ახლა აღარ უხუმრობა არის რომ მაგალითოდუა მე ვუთხარი მაგალითოდუა შენ ვარ ყოფილიყავი ვახუშტი კოტეტიშვილი ზეზო მედულაშვილი ესე იგი მე ვუთხარი ეშველებოდა ქართულ ენას რატომაც ახლა იცით რომ ესე იგი არაჩვეულებრივი სკოლა ნუ იგივე ზეზო მედულაშვილი არაჩვეულებრივი ვახუშტი კოტეტიშვილი ნუ მაგალითოდუა ალექსანდრე ელდაშვილი ისეც დიდი ხნის გადაეცვალა ჩვენ გიორგი ლობჟანიძე ყავს კიდევ ნუ არაჩვეულებრივი ირანისი და ძალიან მაგარი ბიჭი და გიორგი ხოლმე კი ბატონო და ძალიან სიამოვნებს რომ ეს ესე არის და ივსება ეს რიგები ეხლა საქმე რაშია რომ ესენი თვლიან რომ ესე იგი სპარსული პოეზია არის ძალიან მაღალ დონეზე სპარსული პოეზია მიაჩნიათ მაგათ სოფლიოს ნებისმიერი ხალხის პოეზიაზე ყველაზე მაღლა და ყველაზე განვითარებულად ეს ვის მიაჩნია აი ჩვენთვის ჩამოსახლეთ ამ ადამიანებს პროფესიონალებს ანუ ქართულზეც მაღლა ქართულზე მაღლა ჩვენ გვეწყინება რა თქმა უნდა მაგრამ ისინი ასე არ ლაპარაკობენ ქართულზე მაგრამ სოფლიოში ეს ერთ-ერთი არა ერთ-ერთი უეჭველად არის რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეხლა მთელი ალბათ პოეზიის ავეცება ყველა დიდი კვაცლვეკი მაგათ უკავიათ იმიტომ რომ მე-18 საუკუნიდან და კიდევ უფრო ძველიდან მოდიან უბრალოდ ლიზამი განჯელი იყო თუ ვინც იყვნენ ამათ ყველას გადაასწრო რუსთაველმა და იქ ვერწუდებიან თორემ რა თქმა უნდა ესენი ძალიან ძლიერებიან ესე თუ სპარსეთი ხა ჩვენ შაჰაბასით ვიცით და აი ადამიანები რომლებიც ჩვენ ესე საბრძოლო ურთიერთობები ქონდა და საომარი ურთიერთობები ქონდა აქედან თორემ უდიდესი კულტურა და დიდი ცივილიზაციის ქვეყანა იყო. ეხლა ეს ნომადის და ყველანი აღიარებენ რომ რუსთაველი ვეღარ მაინც პირველია მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეხლა მაგის ესეა, თუმცა ჩვენ ვაღიარებთ თუმეტეს როცა ეს საერო ენა და ეს სხვათა შორის არ მგონია სადმე ისე უყვარდეთ სპარსული პოეზია და ასე იცოდნენ როგორც საქართველოში და ომარ ხაიამი მე მგონი შეიძლება ბევრს ქართველიც კი ეგონოს ქართველის რაც ეგონოს იმდენად ღრმად არის ომარ ხაიამი ჩვენში შემოსული. მოდი ნომადის გავიხსენოთ რა კი ახლა. შემოგივლეთ, აბა რა ნომადიზე ვისაუბროთ. ჯერ კიდევ ჩვენთან არის ნომადი და შეიძლება აი აქაც ტრიალებს მესიმთერი აზროვნება.
ნომადის ენა თქვენ ეხლა რომ ეს ლექსები მოიყვანეთ ეს რა ენა რა უბრალო ენა რაღაც სასწაული ის არის და აგრეთვე სხვა ლექსებიც ნომადის ლექსები გამოირჩევა საოცარი სისადავით. ეხლა როგორია ნომადის ლექსები აწყობილია რაღაც ისეთი სტრუქტურით აი როგორც ფიროსმანი აწყობდა თავის ნახატებს თავის სფერებში და ის კოდი რაღაცა რაც მასში დებს ჯერ კიდევ მოხსნელია აი ამ უბრალოებაში როცა ისეთი უხეშით ისაა ნომადის რა ქვია რითმები ისეთი ისაა უხეში ხო და ესე იგი პირველი კლასელის ნადღავს გავს თითქოს მაგრამ აი ამაში დებს ის კოდი რომ ეს გენიალურია და სხვათა შორის რო წავიკითხავ ხოლმე გეთახვით ბატონო ილია ნახეთ რო წავიკითხავ ხოლმე თითქოს გონია ერთი შეხვედით რომ ისე თამაშობს კი ესე ვზად კი არ უდგება თამაშობს ისე და მე მაგრამ ეხლა ნომადი რო ვიცი რომ არ არის ეხლა ის დონე რო ითამაშოს მაგან სიტყვასთან და ლექსთან მე გადავიკითხავ ხოლმე და რაღაცა სხვაგან მიდის სხვა სიღრმეებში მიდის მიუხედავად რაღაცა შეიძლება ლექსის წყობა დარღვეული არის შეიძლება რაღაც რითმას მაგრამ აქ სხვა რაღაცა არის ეს არც თეთრი ლექსი არის არც კონვენციული მაგრამ რაღაც სხვა სიღრმეებია და სწორად ბრძანეთ ეს სხვანაირ დასანახი არის ვერ იტანს აი დავარცხნილ ლექსებს რაღაცნაირად არა ხო განსაკუთრებული და აი როგორც საყურადღებოა უშოთ ვისაც ჩვენ არ შეწოდებოდა თქვა რომ ესე იგი ბატონო შინაურ შენდობარაფო ისე კუთხეს ეს ყველაში სმაგო ქართველებსა ხო და აი მე გავდაკი და როცა ესე იგი ნომადის უთხარი რომ არა ძმაო შენ მე უთხარი ქართული თანამედროვე ქართული პოეზია ფიროსმანი ხარ მე უთხარი ნომადის და ძალიან გაუხარდა ესე იგი ეს რა კარგი რამე თქვიო შენო და ახლა ცოტა ხანი არ გასულა ერთი ცნობილმა პოეტმა იგივე გაუმეორა აი შენ ახლა აბსოლუტურად დამოუკიდებლად რომ ესე იგი შენ ხარ რომ აი ფიროსმანი ხარ რომ ჩვენი პოეზიის ეს ქართული პოეზიისა და ნომადი არა ბატონო ეს მე ილია ერხვადი არისო ჩემი ნაცლიაო ილია მიწოდა პირველად რაღაცა და მოკლედ ასე ფუნქციონით ხოლმე და ძალიან უყვარდა სხვათა შორის სერიოზულად უყურებდა მას. მე როგორი კაცი იყო ნებისმიერ წამოწყებას, აი ჩვენ ქუჯიზე ხომუნას, მე აი სათავეებთან იდგა სულ ნომადი ამას ხმალაძე. და ნომადი ყოველთვის ახაც რჩევას მაძლევდა. რომ ესე იგი აი ეს ასე ყოველთვის აი ქუჯი არის შემდეგებლობის საქართველოს ერთიანობის რაღაც ურთიერთგაგების ურთიერთთანხმობის სიმბოლოა და ამიტომ ესე იგი ნომადი ყოველთვის ცდილობდა რომ ესე იგი რაღაცნაირად ამ რელსებიდან არ გადაგვეხია. ცით აი ჩვენ ხომ მაინც ყველაფერზე მაღლა ადამიანობას ვაყენებთ და ვამბობთ რომ ჭისაც წაუღია შენი შემოქმედება თუ კაცად არ ვარ გიხარ ჩვენ ახლა არ ვიცით როგორი ადამიანები იყვნენ ვისაც ჩვენ არ ვიცოდით ვისაც ვერ მოვესწარით მაგრამ დაგვიტოვეს არაჩვეულებრივი შემოქმედება და ამბობ შეიძლება სულაც არ იყვნენ თქვა ახლა თვითონ galaktoids კი იმდენად ჭირვეული კაცი იყო რომ სუფრაზე არ პატიჟებდნენ ანაურებდა და რაღაც თავისებური კაცი იყო და რაღაცი ახლა შევიდან სხვანაირად ჩანს და რა არის აი სწორედ ეს ადამიანობა ის ნომადის აი 5 წელი წინ რაღაც პატარა ოპერაცია გავიკეთე და ყოველ დღეს მირეკავდა მე ჩემთვის აი ცოცხლდებოდი, იმიტომ რომ აი თავად ბატონი ნომადი ბართაი მკითხულობს და ხერა დიდი იყო ჩემთვის, ხერა დიდი ავტორიტეტი იყო ჩემთვის ნომადი, რომ და ყოველთვის მიშლიდა ბატონობით საუბარ, ასე ჩვენ მეგობრები ვართო და მე ანდერძივით რაღაცნაირად მითხრა ბოლოს, რომ არ შეიძლებაო რომ მე და შენ და ჩემაშვილმა არის მეგობროთო და მე იცოდა ნომადი რომ ამერიკაში მიმგზავრებოდი და ჩემი გოგო იქ მუშაობს რომ მართლაც არაჩვეულებრივი გოგონა არაჩვეულებრივი ადამიანი ქალბატონი მაია ბართაია გენერალური კონსული არის ნიუ-იორკში ზე თამდაბალი გოგო როგორც კი ვნახე იმ წუთში თქვი რომ ეს ნომადის ქალიშვილი ნომადის შვილი ნომადის არის ყვა ნომადის ყველაფრინაირად აი სიტბოთი სიყვარული რაღაც სხვანაირი ოჯახია თლიანი ქალბატონი შევენა მისი დაიკოს აი ძალიან სხვანაირები არიან და ერთხელ ვეხმარეთ აი ოჯახზე და შორენაზე რო ჩამოვარდა საუბარი ვიან საიდანაც მოვდივართ მე თამას მოლაძე და ისა ჩვენი ნომად ბართაია და ესე იგი ნომადისაც მოვადაკი და მოვაცილე ღამის 2:30 და
ხო გავეხმაროთ და თამაზი სხვა ძალიან კარგი იუმორი აქვს რა ხნის კაცია მაგრამ ვარიანტი ხმალაძეს ეი კაცო ძალიან ესეთი მოხდა იუმორი და მიუხედავად ბრგეთ სერიოზული ესეთი კაცია და გეზეკელი კაცია უთხარით ეხლა ნომადის რომ ესა აბა ავიდეთ შენთან და თვითონ ჭეხა დაგვიეთქო ნუ ხუმრობთ ნებრევია ბიჭო რა გამხომრებინა ეს კაცი კიდე თორე წავიდეთ არა საწავიდეთ გაუთხარეთ კაცო 2.5 არაფერ მარგერა ვთქვით მე რა თქვენ იტყვის პროფესორობა ხოდა წავა ავედით მართლა კაცო ეხლა რა ხოდა შორენა ზათი ხო ახაც 2-3 წუთში შენით სუფრა გაიშალა ხუინა როგორიც გინდა ვისკენ ეგრული ქალბატონი ეხლა აბა როგორ კაცო ხოდა ეგეთი კაცო მართლა მოყარე კაცი იყო ადრეც როცა ის რა ქვია აი რეგლესაგლენის რო ხალხაზა რო იყო და ის ოჯახ მოდიოდნენ იქ ჩერდოდნენ ძალიან ნუ რაღაც სტუმარს მოყარე ოჯახი იყო ძალიან ესეთი და შორენაც ხომ ეს სასწავლი ადამიანია და ეხშირად ლაპარაკობ ხოლმე რომ ესე იგი აი ჩვენ ამ წელებში და პოეტებში ვისაც მე ვიცნობ და რაღაცა ესე იგი ერთ-ერთი საუკეთესოა შორენა და სხვათა შორის ვასილ ბესელიას მეუღლეც ის რა ქვია ნანა არის ძალიან საოცარი მეუღლე და სტუმარს მოყარა რომ მიდიხარ ნახდათ რომ უხარია სტუმრის მოსვლა ძალიან ბევრი ეხლა ჩვენ თემურ ჩალაბაშვილიც ახალი გარდაცვლილი არის ქალბატონი გეტა ფაქტურად გეტამ ნუ გეტა იყო ყველაფერი თემურისთვის და გეტასთვის თემური და მადლობა ამ ქალბატონებს რომ აბა პოეტის თორობა არ არის ადვილი არ არის ახლა მე მახსოვს ჯასურის მეუღლეს გაუხსენებია ბევრჯერ რომ მომადგებოდნენ ეს ოღია ანზორ სალუქვაძე დავის ამეგობრო დიდებს მერები ესეთი კაცები და ღამის 2 საათზე მაგრამ იძულებული იყო გაეშალა სუფრა და ესე იყო და სხვა სიყვარული და სხვა სიტყვა იყო და სხვათა შორის აი ძალიან ეკეან შურს რაღაცნაირად აი მე მენანება ეს ადამიანები მენანებიან ჩემი თავი მათ გარეშე მენანება იმიტომ რომ მიდიან ეს ადამიანები ვიხედები ძალიან იჭერი თაობა მოდის რა თქმა უნდა თაობა მოდის ლექსის დაეწერება მოთხრობას დაეწერება რომანის დაეწერება მუსიკას დაეწერება კინოსაც გადაიღებენ მაგრამ ურთიერთობები ისეთი აღარ არის ბატონული აი ის ურთიერთობები აღარ არის აი ნახეთ ხო გეუბნებთ ყოველ დღე მე რეკავდა ბატონი ნომადი მეთქი გაცივებულია დღეს საზოგადოება ჩვენ სიკვდილსაც გაუშინაოდით ჩვენ სიკვდილსაც უკვე აღარ გულოვთ მაინც და მაინც იმიტომ რომ თითქოს ყველას ოჯახშია მომდგარი ეს სიკვდილი და დროც კი აღარ არჩება რომ იგლო იმიტომ რომ მოყვება მაგრამ რაც არ უნდა იყოს როგორიც არ უნდა იყოს ასეთი კაცები რომ მიდიან ეს ძალიან დიდი დანაკლისია და ცარიელდებით არა მარტო მათი შემოქმედება რჩება ბუნებრივია მაგრამ აი ამ დიდი რასაც ისინი იტევდნენ აი ამ გულში და ჩემთვის რა თქმა უნდა და დარწმუნებულია ძალიან ბევრისთვის ძალიან დიდი დანაკლისი არის ჩვენი ძვირფასი ნომად ბართაიას ამ ქვეყნიდან გასულა მაგრამ როგორც ჩემი თენგო ავსაჯანიშვილი იტყო და აქ სიკვდილს არც მე ვაპირებ მეც უნდა გარდავიცვალო აი ზუსტად სიკვდილის დაწერა ეს სიტყვები თენგომ არავინ არ კვდება რაღაცა ვიცვით ჩვენ სახეს ცხოვრების სტილს და მივდივართ იმ განზომილებაში საიდანაც რატომღაც მგონია რომ ყველაფერი ჩანს უბრალოდ ჩვენ ვერ ხედავთ მაგრამ და ხანდახან ამბობენ ხოლმე რომ იქიდან მოსული არავინ დამინახავსო რადგან მგონია რომ ჩვენი შეიძლება 10 წელი, შეიძლება 20 წელი, შეიძლება 50 წელი იქაობისთვის იყოს სულაც რაღაც გაერვება, სულაც რაღაც 2-3 საათი რაღაც და სადამ ეს ჩვენ ამ წლებს გავდივართ, უკვე იქავართ მათთვის და სად უნდა მოვიდნენ. აი ეს არის სასაკში შევდივართ ჯუბა და ამიტომ ჩვენ ვეჩვევით ამას, თორემ ეხლა ახალგაზრდები ალბათ უფრო მეტად განიცდიან ახლა ჩვენ ახალგაზრდების იმას ხო ისე ყოველთვის არის მომათა და შვილთა და თავები და რაღაცა იმიტომ რომ ჩვენ ახალგაზრდები როცა ვიყავით და მართლა განვიცდით რა იმას ახლა გამოსვლების რაღაცა იცვითება ადამიანში რაღაცა ეგუება ახლა გუშინ რო ვიყავით ჩვენ პროვინჩიკაძე ესეთი დიდი ენათმეცნიერი რომელიც ესე იგი ხელმძღვანელობდა ქოთაი თელავის ბატონ გიორგი უგოლაშვილთან ერთად ბრძანდებოდი უგოლაშვილი თამასმალაძე ბატონი იოსებ ჭუმბურიძე ну მოკლედ გიორგი თამადა იყო იქ იმიტომ რომ ესე იგი ძალიან უყვართ ბატონი გოგი იქა და მეგობრები აი მართლაც მეგობრები იყო გოგის ხანაირი კაცია მეგობრობის აი ეს
ხო, იყვნენ ბევრი იყვნენ აქედან ისე ხო რა ქვია შემოქმედელი ჩვენი რუსთავის მეთამბრო მარე ჩვენი სამწუხაროდ კარგი ადამიანი და ბევრი იყვნენ და მე რა მინდა ვთქვა რომ ესე იგი იქ ესეთი ადამიანი რომ წავიდა თელავს კი არა თელ საქართველოს რომ და მე ისიც აი ვთქვა რომ როგორ ვთქვა ეს როგორ წარმოვთქვა მაგრამ ესეთი ადამიანები რომ მიდიან ისეთ რაღაცას ტყუებენ რომ სიმართლე გითხრა თითქოს არ მეცოდება არ არის ესე იგი რაღაცნაირად იმდენი დადეს ამ ადამიანს და გააკეთეს რომ ესე იგი მე მგონი ტაში უნდა დაუყრა და უნდა რა თქმა უნდა ისინი კი არ გეცოდებიან, ნუ იმათ იცხოვრეს. ხა რამდენი ხანი უნდა იცხოვრო ადამიანი, მანუ არ ცოდეს არ გიყოფა, ხო? თავზეც არ მომწყინდებოდა ბატონომაც აღარა, ასეთ მაგაცი მას სული ცოცხლ, მაგრამ და სხვათა შორის იმას წარმატებული შვილები ყავს სხვათა შორის როის. ისეთი ის იყო ყურადღება თავიდან ბოლომდე რაღაცა ჩვენ ვაპირებთ მე პროგნოზით სამი რაღაცა ამას არ დავლაპარაკობ რომ ის აი ნომადის შვილებიც როგორიც არიან აი მე გეტყვით ეხლა შეიძლება ეს შუაში არა ხა ოჯახზე ვსაუბრობ ჩვენ გენერალური კონსული რომელიც არის ნიუ-იორკში მაკა მაია ჩვენთვის არაჩვეულებრივი აი რა არის ეხლა იქ შევესწარი მე ჩვენ დაგვათვალიერებია საკონსულო როგორი უშუალოები არიან ყველა როგორი ურთიერთობები აქვს თანამშრომლებთან და მე ხა საკონსულო რა არის ხო იქ ემიგრანტების აი ყველაზე აი როგორც თავისი ოჯახი თავისი სახლი სად უნდა წახვიდე ვის უნდა მიაკითხო უნდა დაკითხო საკონსულო იქ უნდა მიხვიდე იქ უნდა მიარვინო და რო შევდიოდით შესასვლელში დგას ნუ რა თქმა უნდა დარაჯი არის იქ დაცვა არის სპეციალური რა თქმა უნდა ძალიან მაჰენტეზე ცენტრალური ძალიან დიდი ოფისი არის რო შევედი და აი ეუბნება დაცვასო ქართველები ვარ სტუმრები და გაგვატაროს იმ კაცმა ქართულად ესე ხო არ იქნებაო ესე ხო არ იქნებაო და რაღაც ესეთი ჟესტით გამოხატა დაცვის წევრმა და მე აღვიხსნა ჩვენ მაიამ რომ აქ რო ქართველები მოდიანო ჭუბობენო რაღაცეებითო ბობოქრობენო რაღაცეებიო და მოკლედ მე რო დაჯდებიანო ეს უყავებთო რაღაცაო ბევრი გაეცო ბევრი რაღაცო და დამეგობრებული არისო და აი მართლა სახლივითა და ოჯახივით არის და ეხლა ერთი იუმორიც უნდა ჩართო ჯეკო არ გინახავს ჯენარო ექსშორნას და აი ის უნდა გენახა პირველ რიგში ეხლა რატო ნომადი ხო ეს იუმორის კაცი იყო კაცი რა დროსაც აი დარიგო გაგაცინებდა რა და ეხლა რაღაცა ვკითხე რაღაცა და იცი რა არისო ილიაო ესე იგი შენ შემოჯახში რამე თუ გინდა რომ რაღაც რომ დაგაინტერესა რომელი მეცნიერა შორნამაცალის დარწმუნს ჯეკოს უნდა გითხო რა და ვაგიგეთოს ყველა მან ცოტა ამისო და ყველა ჯეკო ჩემი კლასელია ჯეკო ძალიან აიგოა პრინციპულია ეგეთი ის არის ხო ჩარხო როგორ წდება გული გახსოვთ თქვენ მითხაეთ რომ ავიდეთო რომ მაისო 3-4 თვის წინ რომ ავიდეთო და რაღაცად მომერი და უბრალოდ ვერ მოვიცავთ რას მომერი შემოქმედელი სადღაც მიდიოდა რაღაცა და რაღაცასო დაგიშალო ხო რაღაცა ნინდო და რო წავსულიყავი და ჩამჩა და იმ შემე რაღაც ვინახავს თომადი მაგრამ სატელეფონო საუბარი სულ ქონდა აი სულ ბოლო დროსაც სატელეფონო საუბარი ქონდა მე და ნომას და იმდენად უცნაური იყო ჩემთვის ეხლა მისი გარდაცვალება იმდენად უცნაური იმდენად მოულოდნელი იყო თან როგორი არის აი უცბად ტელეფონში ამოვარდება რომ საქართველოს უსამძიმრად ბატონომადის გარდაცვალებას თვალებს არ უჯერებ მისი ფოტო დევს მე ამოწე მართლა ესე არის თუ არ და აღმოჩნდება რომ აი გუში რომ ესაუბრე გუში რომ შენს გვერდით იყო გუში რომ გეიმედებოდა შენთან აღარ არის და რა თქმა უნდა წოდით ბარე მე ლექსი ზეზოს და იმის მეგობრობა ბედულაშვილის და იმისი ნომადის თან რა საინტერესო აი მაგათი ყურება მაგათი ერთად ყოფნა აი ეს სულ ჩანაწერი გეკეთებინა ადამიანს ნუ ეს იქნებოდა ნუ ოქროს ფონდი კი არა ნუ არ ვიცი სასიამოვნო და ქუჩის უნდა ჩაგვეწერა ერთად ბელაშალვაშვილი და ნომადი ბართაია და ამას ისე განვიცით ჩვენც და თვითონ ბელაც რომ ესე იგი ორივენი ხონდო ისინი არიან ნუ ქალბატონი ბელაშალვაშვილი ასევე უდიდესი მთარგმნელი ნუ ამან ესეთი რამ გააკეთა ამ შაჰნამეს თარგმნით ნუ აი პრეცედენტი არის მე არ მგონია რომ მარტო ქართული საქართველოს რა თქმა უნდა ეხლა არ მგონია კიდე მეორე ვინმე როდისმე დაიბადო საქართველოს შაჰნამე თარგმნოს იმიტომ რომ ქალბატონმა ბენამ მთელი ცხოვრებაში ალია თავის ქალობა რა არის სიცოცხლეში არის აბსოლუტურად ყველაფერი შეწირა შაჰნამეს უნდა გავართოს ქართველებს იმით რომ ერთმა ქალმა თარგმნა ამ ხელა ხო სხვათა შორის მე ქალბატონი ველაც გეწევა ჩვენ და იწყვის თავადას
ვახუშტი კოტეტიშვილს რეკომენდაცია არ მიცია, უბრალოდ უთქვამს, რომ შეუნდა თარგმნო ესო და რაღაცეო კაცო ამხელა ისო რამე ერთმა პატარა ქალმაო და ნახეთ რა უთქვამს ამას კაცი ვერ თარგმნისო, იმიტომ რომ კაცო სათვალია ამისთვის კაცო კაცი ხას აკეიფოდ მიდის ხანიკ კაცი მაინც ხო ესა ოჯახის რაღაც და ესო ქალმა უნდა თარგმნოსო და ქალებში ახლა ალბათ ვერა იყო მაინც მისი რჩეული და მე რაღაც რო გახდა და ნომადის ცხოვრება რომ ესე იგი მივუგებდები უცბად ვარ და შენ გავიძე ნომადი მაგრამ უნდა შენ უნდა გარმოვიდე და იმიტომაც ახლა ქალბატონი ბელა უზისიკ ჭირისუფლად და რა თქმა უნდა მისვისაც ძალიან დიდი დანაკლისი არის მე ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს ესე უწოდებ ძმას მე ძახოდა მე ჩემთვის უკვე ძმაც არის მეგობარიც არის და იმ ლექსაკიდან წავკითხავ რომელიც მეუძღვენი პატერად ამდელას დაეწერა ჩემს ნომად ბართაიას და ჩემო ნომად რადგან ასე მგონია რომ რასაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რასაც მე ახლა წავიკითხავ შენ ყველაფერს ისმენ და გესმის მიდიხარ მეგობარო უერთდები მზის არჩივებს ამ ცხოვრების რიბი რაბოს შენც ვერაფრით მიგაჩვიეს ოქროს გულა კაცი იყავ სიკეთი და მადლით სავსე ქართულ მიწას კაზმულ სიტყვას შეესის ხორც შეეხავსე არცა ისე ბობოქარის არცა თვინიერის ისე შენი ლექსის ყველა წყარში კრთის სითბოდა სიხალისე თუმცა ღიმილი გდევდა მუდამ გულში სევდაც ქონდა დიდი საიდანაც ითქვას უნდა ბევრს ვერაფერს ამოშლიდი წერამ ლექს და ფიქრობ დიდხანს რაძნელია ფიქრი ამ დროს ისეთი რა სიტყვა გითხრა რომ წასვლარ დაგეზაროს სათქმელი არის ბევრი წერდა სიტყვებს ცრემლებს ვატან ახლა ხოლოდ იმას გეტყვი ამოდენა გულის დამტევს სიტყვა კაზმით ლექსის ფრთებით ვინც წავიდა ღმერთთან ზევით შენც იმატრიქს მიემატე და აი ესე ემატებიან შემოილია ეს დიდი ადამიანები იმ დიდ ოლიმპოს იმ დიდ პარნას სადაც დიდი საქართველო არის და დიდი ადამიანი დაიკარგა საქართველოს აი როგორი არის ორი დიდი ადამიანი და კიდევ ბევრი რიქშია და ეს ის ადამიანები არიან რომელმაც შექმნეს ერთგვარი მე ვიტყოდი აი სულ ვამბობთ რომ ნუ ესენი მაინც მე-20 საუკუნის მოღვაწეები არიან 21 საუკუნეში გადმოსულები მაგრამ თავისი მთელი შემოქმედება მაინც მე-20 საუკუნის შექმნეს ბრწყალებში მავაც ახსენებენ მე-20 საუკუნეში რომელიც ხელოვნების და სულ ვიმეორებ ერთგვარი რენესანსი არის ქართული ხელოვნებისა განსაკუთრებით და ცარიელდებით და რაღაცნაირად ფობრდებით და ვთითოვდებით რატომ ილია მე ეხლა ჩვენ რაკი შევეხეთ ქუჩს მოდით ბარემ ვიდე ქუჩები საუბრეთ ორ სხვას ვიტყოდეთ თქვენზეც გვითხრათ აი ბატონო ილია და ერთი თქვენი ლექსი წავიკითხეთ ჩვენ ბოლოს კიდევ და დავამთავროთ კიდევაც კი ბატონო მე ნომადის სიძეს ვეძახდი და ვეუბნებოდი რომ ჩვენ სკოლაში ყველაზე ლამაზი გოგო ყველაზე ეს ანუ ეხლა თვითონ ნომადის ხუმრობდა ხოლმე რომ მაშინ იყო მოდაში რომ სამედიცინოზე უნდა დაემთავრებინა და ესეთი სამედიცინო ყველაზე პრესტიჟული შრომას რომ მოიყვანთიცო მაგარი იყავი და მოკლედ თვითონ ნომადის რო ხუმრობდა მაგაზე ესე იგი თავის შეჟინო მასწავლებელი იყო მაგის სიდედრი ჩვენი მასწავლებელი იყო და ესე იგი ან ეხა ამის რო არ არის აქ და ესე იგი სოციალური შეერთება რომ ნომადი ისეთი უნური ქონდა მოხდა სასწავლებელი მე დიდიჭმოში დავიბადე 1998 წელს და მახსოვს პურის რიგები ახლა პირი გითხრას ეს ჩვენ გვახსოვს 90 წელსში პურის რიგი განმეორდა კი ხო და ხოდა ძალიან გამიკვირდა რომ ესე იგი რომ მოხდი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რომ შევირიცხე იმიტომ რომ საჭირო იყო მიხაილის სკოლა სხვადასხვა ჟურნალისტიკის ფაკულტეტმა ძალიან ბევრი
წერალი მისცა საქართველოს, როგორც პოეზიაში, ისე პროზაში და ერთ-ერთი მათგანი თქვენც ხართ. ეხლა ჩვენ 60-იანებს იმარშებოდი ვიყვარდა ძალიან დიდ პატივცემით. და ლექსი წაიკითხეთ ბატონო. ბატონო, ეხლა რაღაცას წავიკითხავ ხოლმე რაღაცას. ჩემი წიგნი გამოვიდა ეხლა დრო ახლა. არაჩვეულებრივი, მე გაგდით იმ პრეზენტაციაზე არაჩვეულებრივი წიგნი. შეიძლება ითქვას ანშლაგი ჩაიარა იმ პრეზენტაციამ და წიგნის წარდგენა მწერალთა სახლში და კიდევ ერთხელ გილოცავთ ბატონო. ელია თქვენ ღირსეული ადამიანი, ღირსეული პოეტი ბრძანდებით და ასევე საყვარელი ადამიანი ჩემო კაცო. დიდი მადლობა. დრო აღარ მოჩანს თეთრ ღამეში და აღარც შავში. მას რასაც მივსდევ უჩინარი ფრთებით დაფრინავს. ციდან წამოსულ დავალებას წერ, როგორც ბავშვი და ვიწერ ყველა წუთის ფრთხილს გულის დაფიდან. მეც აღარ ჩანვარ, აღარც ახსოვთ ჩემი ზღაპარი. სიტყვების საუტო, კალმის ფრთებზე ღრუბლის ტალახი, სხვა მარტოობის გაცრეცილი თავშესაფარი, ცხოვრება როგორც ვაკუუმი, გადასალახი. დრო აღარ მოჩანს, მაგრამ არის, მას ავიწყდები, მეც მავიწყდება ჩემი ძვლები, სისხლი და ცრემლი, სადმე ქახალზე სიკვდილი რომ გარდაიცვლება, ჩემი სამყარო იბადება თოთო და ძველი. დრო აღარ მოჩანს, რა კარგია ჯერ კიდევ ვიფრენ შესწომებს უცნობს დავეციო ჯერ კიდევ შევძლებ რომ დავინახო რატომ დარდო უბრალოდ ციფრებს და სულის აფში აფში გამოწყდებულ საბრალო მერცხლებს მეც არ ვარ არსად როგორც დრო და როგორც წარსული ვეღარ მიპოვა დამნახავმა დიდმა და შლეგმა კარბიან ყველა ადგილიდან არ ვარ დაძრული ვარ ნანგრევების დაკარგული სევდა და გეგმა მე არსად არ ვარ ამიტომაც არასდროს მორჩა არსებულებს და რაც ძლიერ არსებულებს დაძლიერებს მიწაზე დასცემს მეც აღარ ჩანვარ იმ ადგილზე დროც აღარ მოჩანს და ხედავ როგორ ჩამიქროლეს აქ ყველა მასწრებს რო აღარ მოჩანს მე ბოლოში პირველი ვხდები ხსოვნა დაიმსხვრა და ამოძრა სიტყვა გროვიდან როგორ მინდოდა დავენახეთ და დღე-დღე ვხდები ამ უჩინარი დაცემიდან რაც გამოვიდა რა არაჩვეულებრივი შემოგივეთ აი ეს პოეტის მიარსად არ ვარო და თითქოს არსად არიან პოეტები, მაგრამ ყველგან არიან ისინი უღმესი მადლობა ჩემო ძვირფასო ადამიანო სტუმრობისთვის მე ვიცი რომ ლიტერატურული საქართველოს კითხვას აინტერესებს კონკურსის შესახებ და ბოლოს ვიტყვი რომ ლიტერატურული კონკურსი წინა ფრთხილად წინ კითხველი არის დასრულდა ბატონებო ესე გამოცხადა სექტემბერს, 8 სექტემბერს ჩვენ გავაგზავნეთ დეკემბრის ბოლომდე იყო და გავაგზავნეთ იანვრის ბოლომდე ნაწარმოებების მიღება. ერთს გავაკეთებდი უბრალოდ ერთი წუთი. ჩვენი ფესტივალი გახდა საერთაშორისო 1990 წლის შემდეგ პირველად ჩამოდის ლატვიის მწერალთა კავშირის დელეგაცია. და ესე იგი ჩვენი მე ავად ვიყავი ვერ წავედი ჩვენი მიწვეული ფესტივალზე და ამის შემდეგ ჩვენ გზავნით საერთაშორისო ფესტივალი და დიდებული თქვენს გაზეთს რომ თქვენ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ იმიტომ რომ მართლაც არაჩვეულებრივი ეს და თქვენ გაქვთ ცალკე კიდევ ქუჯის დრო არის ამ ტელევიზიაში მაგრამ ზედმეტი არასოდეს არა ამაზე საუბარი მე კიდევ შევახსენებ ჩვენს მკითხველს რომ დასრულდა კონკურსი და ძალიან სოლიდური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს და წინასწარ როგორც ეთერიდან ასევე გაზეთის ფურცებიდან დეტალებზე მოგაწვით ინფორმაციას. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო და კიდევ ერთხელ უსამძიმრებ საქართველოს ძალიან ძვირფასი ადამიანის შემოქმედის ნომადი ბართაიას გარდაცვალებას, რომელსაც ხვალ მიიბარებს პანთეონი მახათას მთაზე. დიდი მადლობა.